ადამიანები მოქმედებენ ისე რომ კითხვას არ სვავენ რა უნდათ. რამდენჯერ ყოფილა დამისვას კითხვა კიდე მაგრამ რა გინდა და მერე დაფიქრებულა. ან საერთოდ უთქვას რომ რა კაი კითხვა და რა არის კაი კითხვა რო დაიწყე და ერთი წელია რაღაც საკეთებ ჯერ ხოლმე ჩამოყალიბდა რა გინდა. ანუ მეუყვეთ რა მინდა ერთი მეორე რა ემოცია ჭირდება იმისთვის რომ ის შედეგი მივიღო რაც მე მინდა და მესამე როგორ აღძრა ის ემოცია. აი ეს სამში თუ თქვენ ძალიან მაგრები გახდებით ძალიან მაგრა შეიძლება თქვენი ცხოვრება. ჩვენ თუ ვინმეზე რამე გავლენას ვახდენთ, იმ შემთხვევაში მოახდენთ თუ მასში ემოცია აღძარით. ჩვენზე თუ ვინმე რამე გავლენას მოახდენს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ემოციას აღძრავს. ამიტომ ემოციებში კარგად გარკვევა, კანონზომიერებებში გარკვევა რა მექანიზმები მუშაობს, ხო? გვაძლევს საშუალებას ერთი ვმართოთ იქით ამ მხარეს ემოციები და თუ იქით ამ მხარეს ემოციებს მართავთ, ხვდებით ხო რა ხდება პრაქტიკულად თქვენი ცხოვრება აეწყობა ისე როგორც თქვენ გინდათ. რამდენადაც თქვენ ზუსტად მართავთ მეორე მხარის ემოციებს, გამოდის რომ რა ინტერესიც გაქვს, ყველაფერი ტარდება ისე.